მოგესალმებით, თვითონ კონტაქტს. უღმესი მადლობა ის რომ გამოწერილობთ ჩემი არ იმისთვის რომ ალაიქებთ და კომენტარებთ. ვინც ამის რომ გაგეცნობთ მე ვარ კატო და ვიცი ხა დღეს ესე შუაღამია უკვე და რატომღაც მოვიდა ესეთი მდგომარეობა რომ გავაკეთოთ გაშლა სამი სიტუაცია, ანუ სიტუაციურად მიხვდებით თქვენთვის რამდენად რეზონირდება და როდის დასრულდება ეს სიტუაცია, ხო? ანუ სიტუაცია, რომელიც თქვათ რაღაცა პრობლემებთან არის დაკავშირებული, ხო რა? რაღაცა ისეთი გადაუწყვეტელი, გაწელილი პერიოდი, როდესაც ადამიანი თითქოს ვეღარ ისუნთქავს, ხო? რაღაცა არის ესეთი მომენტები, ხომ რაღაც ყველაფერი ერთმანეთს რო აყვება, ქაოსური მდგომარეობა არის. და ვნახოთ სამი სიტუაციის განხილვა და როდის დასრულდება, ანუ როდის ამოისუნთქებთ და როდის იქნება ამ სიტუაციების დასასრული თქვენთვის. ხო, შესაძლებელია კარმული სიტუაციებიც იყოს, შეიძლება არ იყოს კარმული, მაგრამ რაღაცა ჩვენი შეცდომების მიერ დაშვებული მდგომარეობა შეიქმნა და მაგიტომ მოხდა ეს რაღაცა პრობლემები, ხო? ნახოთ სამი სიტუაცია და ამ სიტუაციების დასასრული როდის იქნება. ასე გვეტყვიან არკანები, ხო, ესე შევხედოთ და ვნახოთ. ხედავთ მე მგონი, მაგრამ ესე დავავაგებთ. პირველი სიტუაცია, რა სიტუაცია და რა მდგომარეობა არის. მეორე სიტუაცია. და მესამე სიტუაცია. ნახოთ რა თქმა უნდა, როდის დასრულდება ეს ყოველივე თქვენთვის, როდის დასრულდება. პირველი, მეორე, რა თქმა უნდა, მესამე. შევხედოთ. პირველი სიტუაცია, ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი არის ცოტა ისეთ გაურკვეველ და ჩახლართულ მდგომარეობაში, თქვათ, ეს არის პირადი ურთიერთობასთან დაკავშირებით. პირველი სიტუაცია, როდესაც ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ვერ ვიღებთ რა გავაკეთოთ, ხო? აქ თუ არის ის მომენტი, როდესაც ადამიანები არიან, თქვათ, სამკუთხედ სიტუაციაში, ამ კუთხით როგორ გადაწყდება ეს სიტუაცია თქვენთვის, ანუ საბოლოო ჯამში როდის იქნება მომენტები დაბალანსება და საბოლოო გარკვევა იმისი, რომ რა იქნება თქვენთვის, ხო? პირველი სიტუაციის მდგომარეობა, ეს არის სიტუაცია, როდესაც ნახეთ, აქ არის ორი მდგომარეობა, ხო? ერთი, როდესაც თქვათ, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და თქვათ საბოლოო ჯამში დავხუროთ წარსული და წარსული დავარქვათ ამ ყველაფერს და გავყვეთ მდგომარეობას. მეორე კი არის ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი მიუხედავად იმისა, როგორ გაურკვევლობაში არ უნდა იყოს, თუნდაც იმ გაურკვევლობის შედეგის მდგომარეობა იცოდეს, მაინც რაღაცნაირად, როდესაც ცდილობს, რომ იქნებ და დაალაგდეს, ხვდებით? როდესაც ნახოთ, მინდა ეს გაჩვენოთ. ნახეთ, ეს არის ორიან კვერთხები, ამ დასტაში ერთი კვერთხი არის სწორხაზოვნად, ხო, აი რაღაც ვიცით, მაგრამ მეორე კვერთხი რაღაცა თითქოს ესეთი არის ლაბირინთი, ხო? ნახეთ, შეიძლება ითქვას, რომ აი ამ ლაბირინთის მდგომარეობა იცით როგორ იქნება, იცით რა სიტუაცია იქნება. უბრალოდ აქ როგორი მომენტია, აი საკუთარ თავზე ძალიან დიდი მუშაობის მდგომარეობა საჭირო. აქ პირველ ვარიანტში, როგორც ჩანს, სამკუთხედი მდგომარეობის სიტუაცია ისახება, იცით რაც იქნება საბოლოო ჯამში, იცით რომ ეს რაღაცა სად მიგიყვანთ, ხო? მაგრამ საკუთარ თავს, როდესაც არ ვუტყობთ. მაინდა-მაინც იცით რა არის, მე არ მყოფს ვამბობ ხოლმე, რომ სამკუთხედი სიტუაცია
აუცილებლად ვიღაც პარტნიორზე არ არის ხო მეუღლეზე არ არის მეგობრებო აი უბრალოდ ძალიან ხშირია ნამდვილად ძალიან ბევრი ადამიანის ვისმენ იმას რომ აი დედა და მამა და ბიძაშვილი მამიდაშვილი დეიდაშვილი ანუ ისინიც რატომ გაწყვეტავენ რომ იყვნენ სხვა ადამიანების ცხოვრების ისე ვთქვათ გადამწყვეტები აი აქ ზუსტად ის მომენტია რომ კი აქ არის სიყვარული აქ არის ემოცია აქ არის რაღაცა კავშირი ერთმანეთთან მაგრამ თითქოს აი ეს სიყვარული არის რაღაცა აკრძალული ხო ანუ მაინდა-მაინც კიდევ ერთხელ ვეძახებ პარტნიორულად კონკრეტულად სამკუთხედში ხალბატონს ან მამაკაცს არ მოვიხსენიებ აქ შეიძლება იყოს ის მდგომარეობა როდესაც სხვა ოჯახის წევრები ერევენ ანუ აქ არის იმუშაოთ ამ ყველაფერზე მაგრამ თითქოს მიუხედავად რომ არსებობს სიყვარულის მდგომარეობა არის ისეთი სიტუაციები როდესაც ვერ ახერხებენ პარტნიორები სწორ ინფორმაციას მიაწოდონ ოჯახის წევრებს ან სწორი ინფორმაცია ჩამოაყალიბონ და შეძლონ თავიანთი სურვილის თავიანთი სიყვარულის დაცვა ხო არის ეს მომენტები პირველი ვარიანტი ეს მდგომარეობა არის გაურკვევლობა როგორ გადაწყდება და როგორ დასრულდება და საერთოდ როდის გადაწყდება უბრალოდ აი ის სიტუაცია რომელშიც არიან ის მდგომარეობა ანუ როდის მიიღებს ადამიანის საბოლოო გადაწყვეტილებას როდესაც ვიტყვით რომ ნუ всё ან ვასრულებთ ან ვაგრძელებთ ურთიერთობას ხო რაღაცა ეს მომენტი და ნახოთ აბა როდის გადაწყდება ეს თქვენთვის ეს სიტუაცია თქვენთვის გადაწყდება სექტემბერში. სექტემბერი იქნება ამ მდგომარეობის გადამწყვეტი მდგომარეობა, როდესაც ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას საბოლოო ჯამში ეს ურთიერთობა სად მიიყვანოს, ხო, რამდენად დაიცავს, რამდენად გადადგავს სწორნაბიჯს, ხო, ან რამდენად უარყოფს თავის ცხოვრებას და მიიღებთ პასუხს ამ ყველაფერთან მიმართებაში. ეს ყველაფერი იქნება გადაწყვეტილება რაღაცა სექტემბერში. და მოდით ერთი არკანით დაახლოებით მაინც რომ მოლოდინის მდგომარეობა ცოტა ისეთია, მაგრამ მაინც ნახოთ გადაწყვეტილების შედეგი რა იქნება პირველი ვარიანტისთვის. გააქტიურება ურთიერთობის პირიქით უფრო ემოციური და უფრო როგორც ჩანს პირველი ვარიანტი მიიღებს გადაწყვეტილებას პარტნიორი რომ უნდა დაიცვას, რომ უნდა იმოქმედოს, რომ უნდა გადადგას ნაბიჯები თავისი ურთიერთობისთვის, თავისი სიყვარულისთვის და ზუსტადაც აი მიიღებს იმ საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება მისთვის მნიშვნელოვანი მდგომარეობა, ხო? ის აუცილებლად მიიღებს იმ მდგომარეობას და იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც საკუთარი მიზნებისკენ სწრაფვა ქვია, ხო? აი რაღაცა ესეთი მომენტი, ისე რომ პირველი ვარიანტი თუ ეხა ხართ გაურკვეველ სიტუაციაში პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით, აი ამ მდგომარეობაში, გეტყვით რომ სექტემბერში გადაწყდება თქვენი მდგომარეობა, სექტემბერში მიიღებთ პასუხებს და ეს პასუხი იქნება აქტიური, ეს პასუხი იქნება დადებითი, როგორც ჩანს თქვენთვის და ეს იქნება ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი აშკარად სწორ მიმართულებას ან ნახეთ თავის ცხოვრების მართველი გახდება, ან თავის ცხოვრებას სწორი მიმართულებით წაიყვანსხდებით, ანუ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, იმ გზაზე გავიდეს, სადაც ხედავს სინათლე, სადაც ხედავს მისთვის სასურველ და სწორ მდგომარეობას. აი ესეთი არის პირველი ვარიანტი, გილოცავთ, მშვენიერია, ვერ ვიტყვი რომ ცუდია, ნამდვილად. და ვნახოთ მეორე ვარიანტი, მეორე სიტუაცია, უბრალოდ ვარიანტი არა, სიტუაცია უბრალოდ. ნუ ხლების დედოფალი, ხლების მეფე და პენტაკლების დედოფალი. აი აქ კი უკვე კონკრეტული ურთიერთობა, რაღაცა როგორც ჩანს, ძალიან ურთიერთობებისკენ არის სიტუაციები ძირითადი. აქ არის მდგომარეობა, როდესაც ორი ადამიანის შორის დგება მესამე ადამიანი, აქ უკვე კონკრეტულად მესამე ადამიანი ქალბატონი ან პარტნიორი, რომელიც თითქოს ნახეთ
ცვლის სიტუაციას ხო ვერ ვიტყვი. რაღაც მომენტში არც ცვლის სიტუაციას. უბრალოდ ნახეთ რა მომენტი არის მეორე სიტუაცია და მდგომარეობა. ადამიანები მე ესე ვიტყვი რომ დაშორებული და წარსული ადამიანები არიან, სადაც ვერ გაუშვეს ერთმანეთი. მიუხედავად ისა, რომ ერთ-ერთმა მხარემ უკვე აირჩია და თავის ცხოვრება დაუკავშირა სხვა ადამიანს, აი რატომღაც ეს ინფორმაცია უფრო მოდის, მეორე პარტნიორმა ვერ შეძლო ამ ყველაფრის თითქოს პატიება, ხო, რაღაცა მომენტში მე ესე ვიტყოდი, რომ ვერ უშვებს ამ ურთიერთობას, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და სხვა ადამიანს დაუკავშირა თავისი ცხოვრებაც უკვე, ესე რომ ვთქვათ, აქ მაინც რაღაცნაირად ვერ პატიობენ, ვერ უშვებენ ამ ენერგიებს, ვერ თმობენ ამ სიტუაციას და აქ არის ესეთი მომენტი, როდესაც წარსულის ურთიერთობას, წარსულის მდგომარეობას ვერ გავუჭებით, ხო, აი რაღაც ეს მომენტი არის. ცოტა ცუდი ნათქვამია მესმის, მაგრამ ნახეთ, ადამიანი, რომელიც თქვენთან აღარ არის და უკვე შესაძლებელია, რომ აი თქვენც რაღაც მომენტში შეიძლება თქვენი ცხოვრება დაიწყეთ, ხო? ანუ თქვენც გყავთ პარტნიორი, თქვათ, ხო, შესაძლებელია ან რაღაცა ურთიერთობა. მაინც შინაგანი ქვეცნობიერით იმ ადამიანთან გაქვთ კავშირი, მაინც თითქოს არ თმობთ იმ ურთიერთობის ასპექტებს, ხო? შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა იგივე კაფეში დადიხართ, ან ხშირად ათვალებთ მის სოციალურ ქსელს, ანუ გონებრივად არ გაგიწყვეტიათ ამ ადამიანთან კავშირი. შეიძლება ფიზიკურად აღარ გაქვთ, მაგრამ გონებრივად არ გაქვთ. აქ არის ბრაზის მომენტი, აქ არის რაღაცა ეს წყენების მომენტი. მეორე სიტუაცია, როდესაც ვერ ვუშვებთ, ანუ ვერ ვაძლევთ საკუთარ თავს ბედნიერების საშუალებას, ვერ ვაძლევთ საკუთარ თავს წინ წავიდეთ, ხო? ანუ რაღაცა წარსულ ურთიერთობას უტრიალებთ და ნუ აქ ალბათ ის მომენტი უფრო არის, რომ ყველაფერი უნდა გაუშვათ. ანუ იმასაც იაზრებთ, რომ ეს გასაშვებია, იმიტომ რომ იქ უკვე სხვა მომენტია და აღარ ძღირს ურთიერთობის რაღაც მოძებნა, ხო, აი რაღაც ეს მომენტი არის. მაგრამ მაინც რატომღაც არ აძლევთ საკუთარ თავს, ხო, აი არ აძლევთ საკუთარ თავს გამოიხსნათ ამ სიტუაციაში. აი სამყარო ყველანაირ შანსს გაგებთ, შეიძლება პარტნიორსაც გიგზავნით, ადამიანს, რომელსაც ვთქვათ, რა ვიცი, იმ ადამიანზე მეტად შეუძლია თქვენთვის გაფიტნიერება, თქვენთვის რაღაც სიყვარულის მოცემა, ხო? მაგრამ არ აძლევთ საკუთარ თავს უფლებას იმის, რომ დააღწევთ ამ სიტუაციას და გახვიდეთ ამ სიტუაციიდან. ასე რომ აქ მეორე სიტუაცია უფრო არის ის მომენტი, როდესაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და საბოლოო ჯამში გავუშვათ ეს ყველაფერი ჩვენი ცხოვრებიდან, ის წყენები, ის გაურკვევლობები, ის ადამიანი, რომელიც ესე გაქვთ მიჯაჭვული გონება და ესე გაქვთ მიჯაჭვული კავშირი, იმის და ამ კავშირის ხარჯზე თქვენ ცხოვრებას ძალიან ბევრ პრობლემას უქმნით, ესე რომ ვთქვათ. ალბათ ეს არის დრო, როდესაც მე ესე ვიტყოდი, თქვენ თვითონ უნდა შექმნათ ის რაღაცა განსაკუთრებული დღე, როდესაც იტყვით უარს ამ ყველაფერზე, ხო? ანუ ნახეთ, აქ განსაკუთრებულ დღეს მოხდება ამ ყველაფრის გაშვება და ალბათ ეს ის განსაკუთრებული დღე იქნება, როდესაც თქვენ მიიღებთ სწორად, ანუ საბოლოო ჯამში გაანალიზებთ იმას, რომ ეს ურთიერთობა თქვენთვის დამაზიანებელია, თქვენი ენერგიებისთვის დამაზიანებელია და აქედან გამომდინარე უნდა გახვიდეთ ამ სიტუაციიდან აუცილებლად, ხო? რაღაც ეს განსაკუთრებული დღე იქნება. შესაძლებელია რაიმე დღესასწაულის მდგომარეობაც, ხო? შეიძლება რაღაცა ესეთი საჭიროება ითხოვს ჩარევას. შესაძლებელია იცით რა მომენტი, აი რატომღაც ეს ენერგია მოვიდა, აი დღე, როდესაც თქვა საერთოდ ერთმანეთი გაიცანთ. აი ეს დღე იყოს ის გასაშვები მდგომარეობა, როდესაც თქვენ გაიცანთ ერთმანეთი, ხო? აი რაღაცა კონკრეტულ
რიცხვში ხო, ქალებს განსაკუთრებით ამახსოვრდებათ ეს დღეები ხო, ყველანაირად და ეს არის ის დღე, როდესაც თქვენ უნდა თქვათ, რომ აი როგორც გაიცანით და როგორც შემოუშვით თქვენს ცხოვრებაში, ზუსტად ისევე უნდა გაუშვათ ეს ადამიანი. ესე რომ მეორე სიტუაცია კარგად დაფიქრდით იმაზე, რა არის თქვენთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი და ამის მიხედვით გააკეთეთ მერე არჩევანი. და მესამე ვარიანტი. აი მესამე ვარიანტთან მიმართებაში, მოკლედ აქაც როგორც ჩანს, ცოტა პირადი ურთიერთობები ყველაზე აქტუალურია და აქაც რაღაცა პირადი ურთიერთობებთან მიმართებაში მოდის მდგომარეობა. აქ არის სიტუაცია, როდესაც ადამიანებს აქვთ რთული პერიოდი, რთული სიტუაცია. ეს სამკუთხედები ვერ მოვიშორე რა, გაშლებიდან. ხო, აქ არის სიტუაცია, როდესაც ადამიანი აქვს ცოტა ისე ვიტყოდი რთული პერიოდი, როდესაც შესაძლებელია აი ახალი დასრულებული ურთიერთობა იყოს აქ. აქ უკვე ახალი დასრულებული ურთიერთობა არის, ან ის პერიოდი გაქვს, როდესაც ურთიერთობა უნდა დაასრულოთ იმპერატორთან, ან ვიღაცამ ოჯახთან, ვიღაცამ ადამიანთან, რომელსაც აქვს ესეთი რთული და ტოქსიკური ხასიათი, ხო? აქ არის ის მომენტი, როდესაც უკვე მიხვედით იმ მდგომარეობამდე, რომ ეს ტოქსიკური ურთიერთობა თქვენთვის არის მიუღებელი, რომ აქ არაფერი არ გამოვა, რომ თქვენ გჭირდებათ სისავსე, თქვენ გჭირდებათ დალაგება, თუნდაც მატერიალური, ემოციური, ფიზიკური, ხო, ანუ ყველანაირი კუთხით და აქ არის მომენტი, როდესაც ადამიანებს რაღაცა შიშის მდგომარეობა კი გაგვაჩნია, რომ ამ ნახეთ ეს შიშის მდგომარეობა, ცვლილებები, რომელსაც შეჩვეული ხართ, მით უმეტეს, როცა ტოქსიკური ურთიერთობების მდგომარეობა არის, ამას იმდანად ეჩვევა ადამიანი, რატომღაც ესე გამოდის, არ ვიცი რატომ, მაგრამ ესეა ხომ წლებით შეუძლიათ იყვნენ ამ ტოქსიკურ ურთიერთობაში იმის მოლოდინში და იმის იმედით, რომ რაღაცა დღეს თუ არა ხვალ მაინც შეიძლება, ხო, რაღაცა დღეს თუ არა ხვალ მაინც გაანალიზებს ეს ადამიანი, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა გავაკეთოთ, ხო. აქ გულნატკენი ადამიანის მდგომარეობა არის, რომელთანაც ძალიან ბევრი ჩადო ურთიერთობაში, ძალიან ბევრი გააკეთა ურთიერთობაში, მაგრამ ადამიანს სამწუხაროდ ვერ დაანახა. არ აქვს მნიშვნელობა ეს ღალია კაცი, არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ბევრი მამაკაციც ვიცი, რომელიც დებს ურთიერთობაში ძალიან მაქსიმუმს და მაინც რაღაცით უკმაყოფილოები არიან ქალბატონები, ხო, ესე ვერ და არ დავყოფილდნენ, რომ კარგიც და ცუდიც ქალებშიც ვართ და კაცებშიც ვართ, ხო, ანუ რაღაც ისეთი მომენტია. აქედან გამომდინარე, აქ არის მესამე სიტუაცია, როდესაც აი ამ მივედით იმ ზღვრამდე, რომ ეს ტოქსიკური ურთიერთობა ჩვენთვის არის. არ აქვს მნიშვნელობა ეს მეუღლე იქნება, პარტნიორი უბრალოდ იქნება თუ შეყვარებული რას დავარქვათ, არ აქვს მნიშვნელობა. ეს ის მომენტია და ის მდგომარეობაა, როდესაც ყველა რესურსი ამოწურა ადამიანმა, ყველა რესურსი გამოიყენა იმისთვის, რომ ურთიერთობა შეენარჩუნებინა. მე შეიძლება ვთქვა, რომ აქ რაღაცა შეიძლება 10 წლიანი ურთიერთობებიც კი იყოს და რაღაცა ძალიან დიდ წლებსაც მოიცავს, მაგრამ უკვე მივიდა იმ კრიტერიუმამდე, რომ ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს და უნდა დამთავრდეს, ხო? ან საერთოდ მის გარეშე უნდა გააგრძელოს ცხოვრება და შეავსოს თავისი ენერგიები ადამიანმა, ან უბრალოდ ეს ადამიანი უნდა შეიცვალოს და რაღაცა სხვა აზრზე მოვიდეს, ხო, თუნდაც რაღაცა მომენტში რომ გაანალიზოს რა ხდება და რას აშავებს ან რას არაკეთებს სწორად, ხო, რაღაც გაანალიზების მდგომარეობა. აი მესამე ვარიანტში ეს არის, აქ არის მდგომარეობა, როდესაც მიხვედით უკვე აქ კი არა, აქ არის და всё. მე ვასრულებ, მე უნდა დავასრულო, იმიტომ რომ აქ უკვე ნახეთ ემოციურ რესურსის ამოწურვაზე არ არის აქ უკვე ლაპარაკი, აქ არის უკვე ფიზიკურ დონეზე ლაპარაკი, უკვე ტკივილები ფიზიკურად და არა მარტო სულიერად, ხო, რაღაცა თავის ტკივილები, წელის ტკივილები, რაღაცა უხასიათობა, დილას დაღლილები ვიღვიძებთ, ხო, რაღაცა აი ეს ყველაფერი
არის უკვე მაქსიმუმის მაქსიმუმი და всё, უნდა დასრულდეს. და მოდით ნახოთ, როდის დასრულდება ეს ტოქსიკური სიტუაცია. ეს იგი თქვენ ამ ტოქსიკური ურთიერთობის დასრულების შემდეგ სასწაულ რელაქს გადახვალთ, როგორც ვატყობ. როდის დასრულდება? იმაზე მალე, ვიდრე ერთი თვე, ანუ ძალიან მალე დასრულდება, ანუ ფაქტურად ერთი თვეც შეიძლება აღარ დასჭირდეს ამ ყველაფერს და თქვენ უბრალოდ ესეთ ძალიან დიდ სიამოვნებაში გაატაროთ მერე, რომ აღიდგინოთ თქვენი ენერგიები. ეს ურთიერთობა, ეს ტოქსიკური სიტუაცია, ეს გაურკვეველი მდგომარეობა და ეს თქვენი ტკივილების მდგომარეობა დაახლოებით, ესე იგი, დასრულდება ერთ თვეზე ნაკლებ დროში, ხო? ასე რომ მე წარმატებებს გისურვებთ სამივე ვარიანტს. პირველი ვარიანტი მშვენიერი იყო, არჩევანს მართალი ცოტა რთულ სიტუაციას გადიხართ, მაგრამ არჩევანი იქნება დადებითად. რაც შეეხება მეორეს, უნდა გაანალიზოთ და გაუშვათ გასაშვები და მესამე ტოქსიკური ურთიერთობების დასრულება ყველაზე დიდი გამარჯვება არის, შეიძლება ითქვას, საკუთარ თავთან ბრძოლაში. მე წარმატებებს გისურვებთ კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენთან განსწრაფებით.